ირანში დეკემბრის ბოლოს ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ბოლო მონაცემებით გამოსვლების დაწყებიდან 9 დღის განმავლობაში სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 1200-ზე მეტი დემონსტრანტი კი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის პრესის სააგენტო უფლებადამცველ ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დამცველები ირანში და მის მედიაქსელზე დაყრდნობით ავრცელებს. უფლებადამცველების ცნობით ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირებული 35 გარდაცვალების შემთხვევაში 29 მომიტინგე იყო, 4 ბავშვი, 2 კი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი. მედიის ცნობით ირანში საპროტესტო აქციები სულ მცირე 88 ქალაქში მიმდინარეობს. უფლებადამცველების განმარტებით პროტესტის დაწყების შემდეგ გარკვეულ მომენტში ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყეს, რამაც დიდ ქალაქებში პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია, მათ შორის მეშედსა და ირანის დედაქალაქ თეირანში. ოფიციალურად დადასტურდა, რომ მალიქ შაჰის რაიონში რეჟიმის ძალოვანმა სტრუქტურებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. შემდეგ საავადმყოფოში შეიჭრნენ და იმ მომიტინგეებს, რომლებიც სამედიცინო დახმარებას იღებდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. შედეგად არაერთი ადამიანი დაიღუპა. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა მომხდარი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულად შეაფასეს. ასევე გავრცელდა ცნობა მოსახლეობის რიცხოვნობით რიგით მესამე ქალაქ ისპაჰანში დემონსტრანტების მისამართით ინტენსიური ცეცხლის გახსნის შესახებ. ირანელი ძალოვანების საპასუხოდ პროტესტის მონაწილეები წინააღმდეგობას არ წყვეტენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გასულ ღამეს დემონსტრანტებმა ირანში მიკროავტობუსი ააფეთქეს, სადაც სადამსჯელო ქვედანაყოფ ბასაჯის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სტრუქტურაში მყოფი სახალხო ლაშქარის მილიციის წევრები ისხდნენ. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინი დემონსტრანტებს აჯანყებულებს უწოდებს და ამბობს, რომ მათ თავიანთი ადგილი უნდა მიუჩინონ. ამასთან ბრიტანული გამოცემა Times-ი მის მიერ მოპოვებულ ისრაელის სადაზვერვო ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ თუ ირანში პროტესტის ჩახშობა ვერ მოხერხდა, ხამეინი რუსეთში გაქცევას გეგმავს. ირანში საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს მაღალი ინფლაციისა და სხვა მწვავე ეკონომიკური პრობლემების გამო დაიწყო. ქუჩაში ჯერ მაღაზიების მფლობელები და სხვა მოვაჭრეები გამოვიდნენ, შემდეგ კი მათ 30 დეკემბერს სტუდენტებიც შეუერთდნენ. 2022 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის თეირანის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა. დეკემბრის ბოლოს დაწყებული პროტესტი ირანში ყველაზე მასშტაბურია.